ქართული ოცნება და მე, თქვენი მამა და მარჩენალი, წარმოგიდგენთ სკამის ვაუ, რა სუფთა ექსპერიმენტს. ჩემი საპარლამენტო სკამის უნიკალური ფორმულა ბოლომდე წმენს და რეცხავს თქვენს ნამუს. პოლიტიკური ლაქები თქვენს კარიერაზე რჩება, მაგრამ ჩემი სუპერ სკამის წყალობით თქვენ საერთოდ ვერ ამჩნევთ ამ ლაქებს. ოპოზიცია, მე, თქვენთან მოვდივარ, ირაკლი. ვაუ, მთლიანად პლატინის, ოქროს ისრების და ბრილიანტის თვებით მოოჭრილი პატეკ ფილიპის საათის დროით იყიდება უძელიან მაგრესი საპარლამენტო სკამი. ალეკო ელისაშვილი ხარ და არ იცი სად წახვიდე. მაშინ შემოდი პარლამენტში და დაიკავე ჩვენი ultra magic პარლამენტ სკამი. შემოდი ალეკო და საჩუქრად მიიღე გაციკციკებული საარჩევნო კოდექსი. ვაუ! მანამდე რა გითხრა გვერდი? თუ ახლავე შემოხვალ, შენ გადმოგეცემა კეხის შესანახი სპეციალური კონტეინერი, ხომ ასია ირაკლი? რა თქმა უნდა, ბატონო ბიძინა. თუ არა ირაკლის აიჯერება მე მგონი მეგობრებო. დაიღალე ქუშაში წოწიალით. მართლა დავგეძანდა. მოგმესრდა აქციებზე წყლის ჭავლი დაშლა. გავიყინე ბატონო ბიძინა. ხელში ამოგივიდა რეზინის ტყვიები. ვიცი დამხალწველია გარედან ბრძოლა, ხო და ეს კამი შენთვისაა. შემოდი შიგნით, იბრძოლე თბილის კამისთვის. გვირობას თავი დაანებე, გვირობა რო კაი იყოს, შენ დაბასრებდი? რა თქმა უნდა ბატონო ბიძინა. ერავინ ბატონო ბიძინას ვერ დაასწრებდა. გალობა მეგობრებო. არსებობს შამპუნი გაყოფილი ბოლოებისთვის, მაგრამ აქამდე არ არსებობდა სკამი გაყოფილი აზრებისთვის. ორჭოფობთ დაჯექის სკამზე და დაივიწყე გაყოფილი აზრები. არა მარტო გაყოფილი, დაივიწყე ნებისმიერ და საერთოდ აზროვნებაც კი ჩემო კარგებო. ირაკლი? ისე ბატონო ბიძინა. გაეთრი აქედან შენ სახელმწიფო არაფრის მომცემო კანხელო სასუნავ. უღრმესი მადლობა ბატონო ბიძინა, დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. ოპოზიციონერი ხარ და გინდა ოლიგარქის გუნდის წევრს უშუალოდ მიაყენო შეურაცხყოფა. მაშინ ეს კამი შენთვისაა. იმენა. ბევრი გეტყვით არა, მე გეუბნებით დიახ. ხალხი გეტყვით არ შეხვიდე, მე გეუბნებით დიახ. ხალხი გეტყვით, ეს ხომ თქვენი პრინციპების ღალატია, მე გეუბნებით დიახ. თუმცა დავიჯერეთ 2 მილიონად საკუთარ თავს ღალატს კი არა, კიდევ ბევრ რამეს აპატიებ, ხომ ასია ირაკლი? ირაკლი უკვე აპატიეს ფეც. ირაკლი ვითხარი, მაყოფილი ხარ თუ არა ჩვენი სკამით? რა თქმა უნდა ბატონო ბიძინა, ძალიან კაყოფილია საკაიფო სკამი, მართლა ძალიან მაგარი სკამი. შესაძლოა მინისტრის სკამი, საკაიფო იყო, ძალიან მაგარი იყო. პრემიერ-მინისტრის სკამი ძალიან მაგარი იყო და თავდაცვის სკამი ვაფშე უძელიან მაგარი საკაიფო იყო ბატონო ბიძინა. და? აი მე ტერფია ყოფილი ბატონო მე თვითონ ვიმექნა. აგაზი არ გეუბნები ბიჭო. რეპრიზა მითხან ჩემი, რეპრიზა. ხო გავშეშდი ასე. და დიდი მადლობა ბატონო ბიძინა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა და უღრმესი მადლობა მე. ხომ ასია ირაკლი? გაუნდა. ვინ იტყვის ამ შემოთავაზებაზე უარს, მე მგონი ვერც ვერავინ. ერავინ ბატონო ბიძინა, რა თქმა უნდა ბატონო. რა თქმა უნდა, მოდი შემთხვევით გამლევს კითხოთ, აბა რა აზრის არის, დაიკავებს თუ არა ამ სკამს? კითხე. შემთხვევით გამლელო. აბა რა სიტყვი ნახე რა საოცარი სკამია, დაიკავებ თუ არა თქვენ მას? მე ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ფეხს არ შევადგამ. როგორ არ უხდება მის სახეს დემოკრატია, რა საშინელება. შეხედე ირაკლი, ნახე რა დღეში ჩააგდო, მუდმივმა დასავლურმა აზროვნებამ მისი სახის დაკვთები. აგა დააკვირდი, ახლა მოშორდი ჩვენ მას ღირსეულ კანდიდატს ჩაურჩევთ. ბავშვობაში ერთი პატარა გოგონა მიყვარდა. ვერ უბედავდი გამხელას. ერთ დღესაც გამბედაობა მოვიკრიბე, სახლში მივადექი და თუ გსურთ მოისმინოთ ისტორიის დასასრული, მაშინ შემოდით პარლამენტში და დაიკავეთ აღნიშნული სკამი. შემოდით პარლამენტში და დაიკავეთ აღნიშნული სკამი. და ეს ყველაფერი არ არის. თუ თქვენ ახლავე დარეკავთ, უარს იტყვით თქვენ სინდისზე, პოლიტიკურ წამსზე, ყველაფერზე რაც ცხოვრებაში წმინდად მიგაჩნიათ და შემოხვალთ პარლამენტში, საჩუქრად გადმოგეცემათ დემოკრატიის შესანახი ბრელოკი. რადგან დემოკრატია არაფერში დაგჭირდებათ. დაიღალეთ რუსთაველის გამზირის არაკომფორტულ და ციმბორდიურზე ჯდობით. რა საშინელებაა ირაკლი. მაშინ ეს ნივთი შენთვის შეჭედილა. პარლამენტის სკამს შუაში დატანებული აქვს გამყოფი, რომელიც საჯდომის ლოყებს იდეალურად ანაწილებს მაჯურა და მარცხენა მხარეს. ხომ ასია ირაკლი? რა თქმა უნდა ბატონო ბიძინა, ეს არის რეალობა მეგობრებო და ჩაგვიჯერეთ ჩვენ საოცარ პიროვნებებს. რამდენი მოსყიდვა? რამდენი მოსყიდვა? რამდენი გაყალბება? რამდენი გაყალბება? რამდენი კარუსელი? რამდენი კარუსელი? რამდენი მალოდინე? რამდენი თოვლის მოსვლა? რამდენი ადეკვატი? რამდენი? აჩერდი, ირაკლი. დავშვიდო. ნახავკით. ვაგრძელეთ მეგობრებო. შეგიძლიათ მიიღოთ შემოსავალი არაფრისგან? გააქვთ მიზანი რომ არაფერი გახსნით და სანაცვლოდ ხალხი მადლიერი იყოს. მაშინ არ შემოხვიდეთ, თქვენთვის სხვა გაცილებით კარგი წინადადება მაქვს. მეგობრებო და გელოდებით.
აბა, ჩემო ირაკლი. წავედით და მომწადოთ სასურველი წინადება. ამდენი ლაპარაკი ყელი გაგიშებოდი და აი ადეკვატური და სენსიტიური წენი მოგიტენ ბატონო. ო, კარგია ირაკლი, კარგია. ძალიან კარგია. აბა წავედით. ვინ ჩემოვა? გაუმარჯოს. გაუმარჯოს ბატონო, ადეკვატური სენსიტური გაუმარჯოს. უღრმესი